აუცილებლად ამის თაობაზე მივმართავთ პროკურატურას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი პირველ საგრანტო კონკურსს 27 თებერვალს 3 საათზე გამოაცხადებს. კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემებზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც საგრანტო პროექტებს წინასწარ შემუშავებული პრიორიტეტების შესაბამისად წარმოადგენენ. აღნიშნული კონკურსის მიზანი არის ახალგაზრდული ორგანიზაციების, ახალგაზრდული კავშირების წახალისება, მათ შეუძლიათ შემოიტანონ პროექტი და სათათბიროს დადებითი პასუხის შემთხვევაში, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ეს პროექტები დაფინანსდება. აქვე იმასაც აღნიშნავ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ 4 საპროგრამო მიმართულება, ეს არის უშუალოდ ადამიანის უფლებები, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფა, საერთაშორისო ურთიერთობები, გარემოს დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. პროექტების დაფინანსება არ დაფინანსების საკითხს წმინდა სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სათათბირო ბატონი მინისტრის თანხმოვანობით, რომელიც შედგება 9 წევრისაგან და ასევე გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა და დაკომპლექტებული არის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.